გამარჯობა, მეგობრებო. გამოსავლებით. ვილაპარაკოთ. ვილაპარაკოთ. დავიწყოთ. დავიწყოთ. მეგობრებო, თქვენს წინაშეა სურა ჯავახია და საბა ზაკალაშვილი. მსახიობი, ძალიან ბევრი ადამიანის, ქართველი ადამიანის საყვარელი მუსიკოსი. ხო არის? ზურა. კი, ხო, ზურა. რა, ანუ მსახიობია თუ არა არ ვიცი ზაკალა, ამიტომ. მე არ ვარ მსახიობი. მე ვარ მუსიკოსი. ხოლო. Nice. კი ბატონო, გადასარევი. არის რამე განსაკუთრებული თემა, რაზეც გინდათ, რომ პირველი ეს გავხსნათ და ვისაუბროთ. გამოვუშვით ნებისმიერი კითხვა და დავიწყოთ ლაპარაკი. სანამ ჩამოყალიბდებით, რითი დავიწყოთ, პირველ რიგში მინდა დიდი მადლობა გადავუხადო Selfie Mobiles, რომელიც არის ჩვენი მთავარი პარტნიორი და სპონსორი. რომელიც, რა თქმა უნდა, ემსახურება ადამიანების კომუნიკაციას, ლაპარაკს და ჩვენი მიზანიც ეს არის სწორედ, ამიტომ მოხდა ჩვენი კოლაბორაცია. ჩვენ ვართ სულ ყველა მუსიკოსები, არტისტები და რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი მგონია, რომ ერთმანეთის აზრი, პრობლემები, არა მარტო პრობლემები, რაღაც კარგი ამბავი გავცვალოთ და ჩვენი მიზანი სწორედ ეს არის ამ პლატფორმის შექმნა საავტორო მუსიკისთვის ეს ყველაფერი და ავტორ შემსრულებლებისთვის. ნამდვილად. დიდი მადლობა, რომ ჩვენთან ერთად ხართ. მადლობა თქვენი მოწვევისთვის. რა შეეხება ამ საზაფხულო კამპანიას, Selfie საზაფხულო კამპანიას არის ვილაპარაკოთ ზაფხულზე. და ზაფხულზე ჩვენ ახლა უნდა ვისაუბროთ ისე როგორც გულწრფელად, ისე როგორც მუსიკოსების ზაფხული არის. არ არის ლამაზი სელფები და რაღაცები, არ არის ჩვენი ზაფხული. არის რომ ჩავდივარ რეპეტიციო, ვუკრავ, ჩავდივარ რეპეტიციო, ვუკრავ, ჩავდივარ და გადაღლა და ფულის მოგროვება, რომ მე რავი, კიდე რა სეზონია. ხო, გადარჩე და ახალ წლამდე მიატანო, იმიტომ რომ მეორე ფულის კეთების სეზონი ახალი წელია ზაფხულის. კაი, ძალიან ტრაგიკულად ახლა ნუ ჩავეთ. ნუ დაახლოებით ეგრეა ახლა ეს რეალობა და აი ამ ზაფხულს როგორ ატარებთ? რა ხდება? ამ ზაფხულს ვატარებთ ისე რაც რომ ვიყოთ მსხვერპლები. შემიძლია მოგიყვეთ იმ ზაფხულების შესახებ, რომლებიც კარგად გავატარეთ. სიამოვნებით. გამოწვევებით. კი ბატონო, რა თქმა უნდა. მაგალითად ერთი კონცერტი მახსენდება, სადაც ჩვენ ესე იგი ეგრეთ წოდებული დრამი, სხვა არ ვიცი, გაიგებს თუ არა, შეიძლება გაიგე რა. ხო, დრამი არ გქონდა ერთ-ერთ დაწესებულებაში. კი ბატონო. გვერდით, მოგეხსენებათ, ბათუმში არის ერთმანეთის მიყოლებით ეს. ანუ არ მქონდა კარა, ისეთი ცუდი იყო, რომ თუ ისეთი ქვია, რომ არ მქონდა რა. ისეთი ცუდი. ნუ ეგ ახლა სტანდარტული ამბავია. და გვერდი არის ესე იგი ორი დაწესებულება, ორივეში პარალელურად უნდა იყოს კონცერტი ერთ დროს, აი 11 საათზე, აბსოლუტურად ერთი და იგივე ადგილიდან მოდის ორი კონცერტი. და არის დილა. უნდა გავიაროთ საუნდჩეკი, ეს ხმის ტექნიკური გავლა და არ გვაქვს დრამი. ძალიან ცუდი დრამი. აი, საბა იტყვის ხოლმე, რომ დრამი არის, რომელიც ტექნიკურ შესწორებებს შეიტანს ხოლმე. კი ბატონო და რა ვქნათ, ანუ არ არსებობს რა უნდა გააკეთო. ორი დაწესებულება ერთმანეთის გვერდით, ერთშიც კონცერტი უნდა იყოს და მეორეშიც და. ანუ თქვენი კონცერტია. ჩვენი კონცერტია ერთ-ერთი და. მე მეკონა რომ პარალელურად კიდე რაღაცა უნდა დაიწყოს. პარალელურად უნდა დაიწყოს სხვა კონცერტი. და აცი ჩხუბობს უკვე რომ აი დრამი. და ჩვენი დრამერი არის ჭკუიდან გადასული. ეს თუ რა არის? ასგავს აკაურობა სადვად. უნდა გავიაროთ რეპეტიცია. გავიხედე გვერდით, რომ იქაც საუნდჩეკი უნდა დაიწყოს. გვერდზე დაწესებულებაში და იქ არიან შემსრულებლები, რომლებსაც მიკროფონი უჭირავთ. არანაირი ინსტრუმენტალი არავინ არაფერზე არ უკრავს. კნოპკას თუ რაც ქვია, ეჭირება, ღილაკს და ირთვება ფონოგრამა და მღერის ეს ადამიანი და ამ ადამიანის უკან ჩანს დრამი. ძალიან კაი. კაი დრამი. სიამოვნო ისეთი ლამა არჩის ვკითხეთ რომ ეს დრამი კი ეს. ჯობიაო, კი. კი ბატონო, ყველაფერი და გადავედით ამ ბარში. ძალიან ცხელოდა, გადავედით ამ ბარში, თხოვეთ რომ თქვენ მაინც ახლა რანაირად რაში ჭირდებათ ხო, არაფერში, მართლა არაფერში და გამოვართვით ეს დრამი, წავიღეთ და ჩავატარეთ ეს კონცერტი, მაგრამ ამ კონცერტზე, ჩვენ პარალელურ კონცერტზე, სადაც ფონოგრამით მღეროდნენ ვარსკვლავები 90-იანი წლების და ეს სიმღერები ჩვენ ხო სისხლში, ხორცში, ძვალში ხოლმე გვაქვს და რომელიღაცა სიმღერა კონცერტზე
გვესმოდა თან ძალიან ცნობილი სიმღერა. ჩვენ რომ მოურჩით შუაში პაუზაში იმათი სიმღერა ისმოდა ჩვენ ლაივზე. ანუ პარალელურად თქვენ ხო, ანუ პარალელურად და რა უნდა გვექნა? და შვიდობით თუ რაღაც ხდებოდა და ჩვენ გავაგრძელეთ ეს სიმღერა. კი, და ჩვენ გავაგრძელეთ, ანუ ეს სიმღერა და იმ მომენტში ორ დაწესებულებაში ერთი და იგივე სიმღერა ჟღერდა ერთი დრამით და ცოცხალი ინსტრუმენტებით, მეორე ფონოგრაფი. კაი. აი 90-იანების სიმღერებთან დაკავშირებით და ცნობილ სიმღერებთან შენ გაკითხვა ზურასთან. ხო, მე ხა ბევრი კითხვა მაქვს, მაგრამ ნუ 90-იანების პერიოდი ვაფშე მგონია რომ ძალიან დიდი დამსახურება იყო ტელეკომპანია მაესტროს, იმიტომ რომ ძალიან ხელს უწყობდა ყველა არტისტს, ყველა შემსრულებელს ჰქონდა თანაბარი პირობა და თანაბარი უფლება, რომ თავისი მსმენელისთვის ანუ მიეწოდებინა რა თავის მუსიკა და კარგ საქმეს ემსახურებოდა მე მგონი. YouTube იყო მაგ დროის. ნუ მუსიკალური. ყველას ჰქონდა, რავი, ირაკლი ჩარკვიანიდან დაწყებული, რავი, მერაბ სეფაშვილი იქნებოდა თუ ანუ ყველას ერთნაირი საშუალება ჰქონდა, რაც კარგ საქმეს ემსახურებოდა და რა ვიცი, იქნებ ჩვენს მომემსახუროთ კარგ საქმეს. ხო, მაგის გაკეთება, ოღონდ digital სივრცეში გვინდა მაგის გაკეთება, რომ აი ავტორი ნებისმიერი, აი სურას ხვალ ახალი პრეზენტაცია აქ მოვიდეს და არეკოს რომ ჭირდებით. ხო, ჭირდებით, გადაგვაღებინათ ჩამაწერინე, გამოვდოთ სადმე YouTube-ზე ან ნებისმიერ პლატფორმაზე. ხო, მე რა მაინტერესებს, ანუ სურა ჯავახია სახელი და გვარი პირველად მახსოვს, რომ გავიგე, ჩემო მეგობარმა ესე მომასმენინა დათო ფორჩხიძის მე ამ ღამეს დიდი ხანს მაგის ქავერი. და ნუ ეხლა სანამ ქავერი შევაფასე და ვარაკაია და უირა, ანუ სანამ აქამდე მივედი, პირველი რაც ვიფიქრე, რომ აი დათო ფორჩხიძეს, რომელიც აი სლიბემოლი თუ ისე არ აიღე და აი მე ფაძიეზი ისე არ აიღე, აი მე ხო ვიცნობ რა, ანუ ძალიან დიდ პატივს ვცემ და ვიცნობ, ვიცი რა იმართება, აი თითო აკორდის შვილივით და როგორ მოაგვარე შენ, რომ აი ეს ანუ ელაპარაკე, თქვათ, მოგცა უფლება თუ როგორ მოხდა ეს ამბავი? ესე იგი ეს არის early 2010-ები, 2010, 11 დეკემბერი, იანვარი და მაგ პერიოდში არ ვიცნობდი დათოს. ეს ჩცდ-ს პერიოდი არ არის. ეს ჩცდ-მდია კიდევ ჟურნალი ტაბულა აკეთებდა 90-იანი წლების cover სიმღერებისგან შემდგარ დისკს. ამის ანუ cover-ები იყო 90-იანების იმ დროს თანამედროვე არტისტების შესრულებული და ერთ-ერთი ესეთი ეს იყო სურვილი რომ სახის cover-ი გაკეთებულიყო და მე მეგონა რომ შენინებით ანუ თან შენინებაც შემინებაც იყო იმიტომ რომ მართლა მიყვარდა ეს ჯგუფი დავდიოდი სახის კონცერტებზე ისე რომ ქუჩის ბიჭების კონცერტებზე არ დავდიოდი და რაღაცას ვიგონებდი რომ ვითომ ეგეთი სამყარო არსებობს სადაც დაუშვათ იქ ოაზისი ბლარია და აქაც რაღაცა შოუ ბიზნესი ხდება რაც ალბათ არ ხდებოდა და უფლება აიღო სხვა ადამიანმა ვინც ამ დისკზე მუშაობდა რომ აი თუ შეიძლება რომ ამ ადამიანმა გააკეთოს ამ სახის cover-ი და აჰა ანუ მოგვარდა მოგვარდა ხო ისე მოგვარდა რომ არ საერთოდ არაფერი არ მქონია შეხება მას მერეც არ ქონია მას მერე მქონდა მე რაღაც ერთადაც ვიმუშავეთ მე მივხვდი ყველაფერს რომ მაგას ან უყვარს მუსიკოსი ვიღაცა ან ძალიან არ უყვარს და როგორ შენთან როგორ არის არ ვიცი მე მგონი უყვარს ვერ ვიტყვი რომ არ უყვარს ხო ვერ ვიტყვი რომ ვერც ვიტყვი ვერც უარყოფ თუ ვერც ვადასტურებ და ის მკითხა რომ აქო რა მინორიო რა ხდებაო და მე რაღაცნაირად ვეცადე რომ ისე მექნა რომ აი მეთქი სხვანაირი ხო აი ზუსტად ვიცი აი ხვები ახლა რას იმას გიზავდა რომ ეხა ეს აკორდი ესე რო არ არის და აი ცოტა რომ იმ ადგილსო რა უქენიო უშენოთან და დინსტანაპავს მეთქი რავი გავაკეთე არ მომეწონა და არ ჩავთვალე რომ იმ cover-ში ყოფილიყო რა მოკლედ ეგრე კაი და ამის მერე იწყება ნუ მოდი რა სანამ ჩემი ცოლის დაქალებამდე და მიველც და როგორც მსახიობი და როგორც
კომპოზიტორი. სამსახიობო მაქვს დამთავრებული. ეხლა იცი რა მაინტერესებს და შენც რო საუბრობდით, მაგას არ ვამბობდით, რომ ანუ ბევრი ჯგუფი და ნუ ცუდი სიტყვა, მაგრამ ბევრი პროექტი არის რა ზურას გარშემო და აი ზაკალა მაგალითად, ხო? რამე როლს თამაშობს, თქვა აი ეს ადამიანი შენთვის მუსიკის შექმნის დროს. თუ აი პროსტა დავაი რა, ანუ ცალია და ან მუსიკა როგორ იქნება? აი ეს ძალიან ერთად გვაქვს მაგარი კითხვა. დიდი მადლობა ამ კითხვისთვის. ერთად ხო, შენც გვაქვს. ძალიან მაინტერესებს, რა თქვა რატო ზურა? დიდი ხნის წინ გავიცანით ერთმანეთი. სადღაც 6 წლის წინ, მეტი. 7-8 წლის წინ. ჩვენ მუშაობდით ალბომზე, ეს იყო 2018 წელი და იმ დროს გავიცანი საბა, გავიცანი თორნიკე ჯაფიაშვილისგან და ლექსო რატიანისგან. ეს ორივე ადამიანი ჩვენთან რაღაც დროს უკრავდნენ, ან უკრავენ დღესაც. ხო და აი რა როლს თამაშობს? აი მაგალითად საკალა. აი შენც თქვი. მეც მაინტერესებს სუპერად. საოცრად მუსიკალური ადამიანია. შეატყობდით კი, მეგობრებო. ეგ რა თქმა უნდა. მუსიკალური ადამიანია და კომფორტულია მასთან ერთად მუსიკის მოსმენაც. აი როგორ იქნება? აი თქვათ შენ, თქვათ ზიხარ რა, ანუ მელოდია დაწერე. და აი ამ დროს რა ხდება? მე ზაკალას მოდის რა, მოდი ბიჭო, აი რა ეს უხდება? თუ აი ეს მოყევით რა. აი კი ბატონო. თბილისი რუკაზე მოყევი. არა? კარგი. მაგარი დღე იყო. მაგარი დღე იყო. ჯანგოს birthday? ჯანგოს birthday. ჯანგოს უნდა და ჩვენ მეგობრებს ჯანგოს მოკითხვა. ჯანგოს უნდა და რომ სიმღერა და მეწერა მისთვის. არ ვიცი ეგრე ხო არ ხდება ხოლმე რომ სიმღერა დამიწერე და რანაირად. და ნუ წავედით მოგეთ. კაი მოთხოვნა ესე დამიწერე. მაიტა რა. ხო რა მოხდა რამდენი ხანია მეგობრებს ერთი სიმღერა არ დამიწერე და წავედით სახში. ჩემთან რაღაცა გავხსენით, ისე ვქენით, ამასობაში ტექსტიც იწერება რაღაცა და რაღაცა მონახაზი გაიჩითა რა. მონაკვეთი. ამხელა მონაკვეთი. და საბა შემოვიდა. თავის in the building და ძალიან მომეწონა. აი ძალიან მომეწონა რა, რომ მოусმინე ვიფიქრე რომ მაგარი სიმღერა. აუ და ეგ ვიფიქრე. გაიკეთა ყურსასმენი და ერთ take-ში, ერთ ცდაში, ერთ დუბლში ჩაწერა მტვიანაცე. ანუ სიმღერა რომელიც ეხა არსებობს, აქაც გაუკარით. ეგ სიმღერა საბარ ვარ ყოფილი. და იცი რა მეინტერესებს, აი რომ თქვათ თვითონ პროცესი რა, აი რაღაცა დააწერე, აი იმ წუთას ხო როგორ გისწორდება. ეგ ხო არა იხსნება, ვინც არ ქმნის, ვერ გაიგებს მაგას რა. აი მე რა ხდება? აი დროზე თუ არ გამოუშვი, თქვათ, ხო, საჯაროდ, მე ხო. ფუჭდება. ხო, ეგრეა. ანუ აღარ გინდა მე მოსული. ეგ ეგრეა. მე თავისით კი არ ფუჭდება, შენ თვითონ აფუჭებ. აფუჭება over producing-ს უკეთებ. ქონია ეგეთი პროექტები, ეგ თბილისის რუკაზე ეგეთი არ იყო. ოღონდ ცოტა მაგაზეც მოგვივიდა ეგეთი რაღაცა რა, იმიტომ რომ თავიდან რომ გავაკეთეთ, აი იცი რა მოგვივიდა? ნაუშნიკი რომ მოიხსენე ერთად მოусმინეთ, და ესე გადავარდით ორივე. ანუ მაგარი ეგეთი მაგარი იყო რომ უყურებდით და ვარდებოდით. ხო, მაგ შეგზევას არაფერი არ ჯობია. და მაგასაც მე ანუ მივიტანეთ სტუდიაში, თავიდან ჩავწერეთ, ლაივი გავაკეთეთ. იქ BPM-ი გაგვეცა, იქ რაღაცა და გამოვიდა სხვა რაღაცა. იმდენ აი სიმღერა იყო. იქ სხვა რაღაცა გამოვიდა. რომ მაინც გამოვიდა. მაგრამ ეგეთი პროექტები მქონია მე ცხოვრებაში, რომ თავიდან რომ იწყებ რაღაცის კეთებას და მე გადის ერთი წელი და უკვე თითებს პირში, რომ აღარ გინდა და მაინც უნდა ქნა და აღარც ვარგა და ხო შველე ეგრე ხარ. მე რა კითხვა მაქვს? მე მაგ სურასთან კითხვა, მაგალითად ტექსტებს ერთადაც წერთ, შენ წერს. ყველას. ხო, ეხლა რა მაინტერესებს მე შენ ტექსტის მიხედვით და შენი მელოდიის მიხედვით გააქვს თქვა, წარმოდგენი რომ მე ეხლა ამ მელოდიას მივიტან საკალასთან და ესე წაიყვას ან მივიტან თორნიკესთან და ის უფრო გაიგებს. მიხდი, რადგან ბევრი პროექტი გაქვს, მე ეგ მაინტერესებს რომ ანუ აი ეგ მუსიკალური კეთილი რა ხდება. მადლობა კითხვის. ხო. ჩვენ ასევე გვაქვს გამოცდილება სარეკლამო კომერციულ მუსიკაზე მუშაობის. ასევე თორნიკესთან ერთად, ასევე სიბასთან ერთად, ასევე ბევრ მუსიკოსთან ერთად. და ყოველთვის სხვადასხვანაირია რა, აი თავიდან მაქსფეროში, როდესაც შემოდიხარ და სტუდიაში სადღაც რაღაცას ვაკეთებ და შეკვეთა არის, ან რეფერენსი არის, რაღაცა, აი ვინმე ახალი ადამიანი მოიყვანო
ყველას უნდა რომ კარგი სიმღერა გააკეთოს. ხო. აი კარგი სიმღერა. ენთუზიაზმი ანუ. კარგი რა, ცუდი კი არა. ისეთი კი არა, რეფერენს ხო არის ცუდი. აი ეგეთი არა, უკეთესი რა. და მე შენ ეუნები გინდა რომ დაარწმუნო რომ ეს არ არის შეკვეთა. შეკვეთა არის ეს. ეს იგივე. მე ტვინში შეიძლება ერორი აუ ეს შეკვეთა ვაფშე ძალიან თულია, ისეთი. ხო. ეგ არავის არ არის. როგორც კი მე პირადად ეხა რა, ჩემი გამოცდილებით ეხა რავი, ანუ რეკლამაზეც, რავი, სატელევიზიო ქუდი რგოლი, ვიღაცის სიმღერის არანჟირება, როგორც კი იმაზე ვიწყებ ფიქრს, რომ ეს იყოს ისეთი რაღაცისნაირი. გაყიდვადი და всё, ტვინი ნახე. მორჩა. ან თუ უნდა მეთიშება ეგრევე კრეატივი. ხო რა, ის შემოქმედებითი ნაწილი, მე მაგალითად მეთიშებ, მაგალითად რაც არ დამარცხნია ფილმზე მუშაობისას. აი ფილმის პროცესში, ხო, საუნდტრეკის, აი ხო იქ არ არის გაყიდვა, იქ არის რომ ის ხასიათი და ემოცია შექმნა და აი ჩემთვის საინტერესოა. ახლა ფილმზე მუშაობა, ვაფშე რაღაცა სხვა ხელოვნება არის კიდე. ხო და აი შენთვის როგორ იყო? აი ხო ითამაშე ხა, რომ ანუ როგორ მსახიობმა და თან მუსიკაც ძალიან დიდი ნაწილი არის, ნუ შენი დამსახურება ასე ვთქვათ, რო შეუყვარდა კი და ხალხის. ხო და აი რომელი იყო უფრო შენთვის შემოქმედებით? აი ითამაშო თუ შენივე შენივე ნათამაშებზე აკეთებ. არ გამიკეთებია ჩემივე ნათამაშებზე მუსიკა სამწუხაროდ, თუმცა რაღაცეები ყოფილა რომ შენივე გახმოვანებული. რომელზე უფრო არ ინერვიულე, კაი. მე რაღაცა ეპიზოდური როლი ვითამაშე იმ ფილმში, რაზეც მუსიკა გავაკეთე და ნუ მოუკვდი იმ ეპიზოდური, მაგრამ ნუ ხა მე მსახიობი ვარ და იმე 5 დღე მეცადინე უბედი იმ რაღაცა ტექსტა არ არის რა, ჩემი მაგრამ შენ ხარ მსახიობი, აი რომელია შენი. მაგაზე უფრო ინერვიულებ და რაღაც პანიკაში ჩავარდები და სულ ირეპეტიციებ და სულ იმაში იქნები რა. შეგეშინდება რომ აი ერთი პატარა მონაკვეთი გაქვს გასაკეთებელი და მაშინ როდესაც იცი რომ პერსონაჟია, რაღაც ტექსტი აქვს, ხვალაც გადაგება გაქვს ერთ კვირაში მერე კიდე რაღაცა სტორია. უფრო სტორია, უფრო ჩართული ხარ სცენარი წაიკითხე, იქ რეჟისორს გაესაუბრე, რაღაცა უფრო მშვიდდები და უფრო დინჯდები ფეუზი წყალში ვიქ. აი რომელი იყო რა, მუსიკა იყო უფრო შენი, რო აკეთებდი, თუ თამაში? მუსიკა ალბათ. არა შენთვის ნაცნობ ადამიანს, პროდიუსერს ასმენინებ რამეს? თუ შენ რო თვლი რომ კაია, всё, მან თავდება. თუ გაინტერესებს ვიღაცა ადამიანის აზრი, რომელიც საერთოდ არსებობს ეგეთი ადამიანი, რომელსაც მოასმენინებ და იმისაც გაითვალისწინებ. ეხა გეტყვი რა ხდება. მოკლედ, ახალგაზრდობაში 15 წელს წინ სადღაც ყველას, ანუ კრინჯი იყო ქართული ენა რა, ქართულად სიმღერა. იყო სასირცხვილო თუ რაღაცნაირი. არა, მე ანუ სასირცხვილო ვერ შვებიან, ეგ არის ჩარკვიან მაქნა და თითქოს აი მეტი აღარავის აღარ ქონდა მაგის უფლება. იმიტომ რომ ლიტერატურული ენა გადმოგვიყვება სიმღერის ტექსტში და შენ არ აქვს. ამ სალაპარაკო ენით არ მღეროდნენ. მაგრა აქ გაკეთებული კი, ნამდვილად. სხვათა შორის ბოდიშის, აი სტეფანესთვის მithქვამს ბერჯერ, ანუ რანაირად ახერხებ მეთქი, რომ აი ყველაფერი, რავი, ეხა თამუნანანე და მზია, ანუ აი გისმენ და მომწონს თქო და როგორ აკეთებ ამას თქო რა. ანუ ეგ არის ნიჭი ცალკე. ხო და გავაგრძელებ აი ნახე და მაშინ ყველას გვინდოდა რომ ეს ინგლისურად არ ვიცოდით რა, ეხა მაგდენი ინგლისური არიცი რომ სიზმრები ნახო ინგლისურად და ინგლისურად ელაპარაკო მეზობელსან, მეგობარსან ქართულად ლაპარაკობ რა, ქართულად ფიქრობ, ქართულად კითხულობ. და მეტი გამოცდილება გაქვს ამ ენაზე, იმიტომ რომ აქ აქაური ხარ რა. კი, და თან არ ვერ იტყუები.
ქართული ტექსტი ვერ იტყვე იმ ემოციას ვერ იტყვე. ანუ ან ძალიან ნამდვილი და გულწრფელი უნდა იყოს. ან ტრეში გამოვა და არაფერი არ მოხდა. ხო, ნუ არ ტრეშიც ისეთ ვიდი აბა ტრეში გააკეთე. ვერ იზა. ტრეშიც უნდა გამოიყვანო და. კი. აი რაღაცა ეს კრინჯია თუ რაც არის რა, რომ ვერ შეიხედებოდა ქართული თანამედროვე მუსიკისთვის და არც იყო რა, ქართულ ენაზე შექმნილი სიმღერები და ყველა გავრბოდით რომ ჩვენ არ ვცხოვრობთ ამ ქვეყანაში, გვინდა ვიყოთ ინგლისში, ამერიკაში და ჩვენ იქ ვართ. და თან თუ იმ დროს გავიხსენებთ, მართლა არ მოგინდებოდა აქ ცხოვრება რა. ანუ არც იყო გასაკვირი, რომ იმის ნაწილი არ გინდოდა ყოფილიყავი, გინდოდა ყოფილიყავი იმ დიდი კულტურის ნაწილი. ეხლაც ესე მინდა. ხო? აჰა. ხო, ანუ რაღაცა რაღაცები წრეზე ტრიალებს. კი, წრეზე ტრიალებს და ხო, არ ვიცი მაგარია თუ არა, მაგრამ ანუ ისევ მან ვარ მე პირადად, რომ რაღაცები მინდა რა, იქიდან. ისეთი სიტუაცია იყო, რომ ინგლისური სიმღერით გარბოდი, მე ეს ინგლისურ სიმღერას კონცერტზე დადიოდა 50 კაცი, 100 კაცი, ხათრით, ვიღაც მეგობრები, ბიძაშვილები. ლუდი უფასო იქნება და მოსული ხალხი. ხო, რაღაცა community არსებობდა რა, რომელიც არც იზრდებოდა, არც ნუ პატარავდებოდა, მაგრამ არ იზრდებოდა და აი რაღაცა დროს შეგაწუხებდა, გაბრაზდებოდი და დაწერდი რამე სისულელეს ქართულად. მე მიიღებდი რისხვას იმისა, რომ შენ სულ გაგიჟდი, ეს რა დებილობა, ასე შემდეგ. და ნუ აი მაგ კრინჯის გავლით და იმით რომ მაგ სიმღერებს ვინმესა ვასმეუნებდი კი არა. ხო. ეგრევე ვდებდი. ისტორია. მეგობარი მეხმარებოდა ვიდეოს გაკეთებაში. ვიდეო იყო ძირითადად ჩაუფონზე ტექსტი. და ეგ როგორც კი მზად იყო, მე არაფერს არ ცვლიდი, არასოდეს არ მიფიქრია რომ ეს სიმღერები რაღაც აი თქვენ პოდკასტ გავა 700 წელი და რაღაცა ან თუნდაც ბათუმში კონცერტი გვექნება. გავსი არაფერი. ხო, ანუ უბრალოდ რაღაც პროტესტის გამოძახილი რაღაცა შიგნით რაც ხონდა და დევდი და YouTube იყო და რაღაცა იყო და რაღაცა სახე მოუძებნე თამდადებას. ხო. არც მიფიქრია და ეგ უკვე მერი არის. როდესაც აი სტუდიას ნახავ და ხო არ ჯობია. ეს სიმღერა ავდგე. მოვიყვანო ხალხი. მართლა მუსიკოსი, პროდიუსერი, მენეჯერი, ვიღაცა ეს მე სული ეცლება, სული ეკარგება. აი ეგ მე მაინტერესებდა რომ მან ფუჭდება, ანუ უკან მიდის, ხო? აფუჭებ. აი რაღაც ავთენტურობას, აი ნუ აი იმ მომენტში ზურამ რაც ხო, გამოცდილება. იმ მომენტში რა პროტესტის ემოციაც ქონდა, ის დააჩენი 7 კაცი ვერ გაიზიარებს იმ შენ ემოციას რა. ეგრე მარტივად. უბრალოდ თავისებურად გაიზიარებს და არ იქნება ისეთი, როგორიცაც შენ გწევ. ალბათ გამოცდილებაც რო გემატება მსგავსი რაღაცების კეთების. მე სადღაც შეიძლება დაიჭირო ის და კომუნიკაციაც უკეთესი ქონდეს სხვა ადამიანთან, რომ აი ეს მინდა შენგან ეს ჭირდება. თუმცა მაინც გონია რომ აი პირველი გამოცდილებაც მე რაღაც სუჩარჩოებში გაქცევს რა, არ არის ეგრე, აი რაღაცა მე არ გეწყება რომ აი იქნება ესე არა, იქნება ისე არა და აი საკუთარი თავის ის საბოლოოდ შეიძლება ვერ დადო ვერაფერი. აი და ნუ ძალიან ბევრი სიმღერა გვაქვს თაროზე, ზუსტად მაგ მიზეზის გამო რომ მოდი ესე ვცადოთ, მოდი ისე ვცადოთ და მე გიფუჭდ, ანუ მე თვითონ ხასიათით გიფუჭდება შენ იმ მდგომარეობაში აღარ ხარ რაშიც ის სიმღერა რამეს წარმოადგენს შენთვის, მე ისიც იკარგება. ხო, აი იცი რა მაინტერესებს, ჯგუფი ყველას დროს იყო, ხო? აი სიმღერა რომელიც არა. აი ანუ იმ სიმღერას რომელსაც უნდა ქონოდა საერთოდ სხვა დატვირთვა რა. ანუ იდეაში იყო რომ ნახე მახსოვს რომ ჩავრთე რა ვიდეოს, ანუ ეგრევე მივხვდი რომ არის პირიქით, ანუ ძალიან ირონიული და რაღაც ანუ მაზოლზე თუ როგორ თქვა რა, დაჭერ ქართული რაღაცა რეალობის და მოხდა პირიქით. ქართველმა სმენელმა, ანუ ის იდეა კი არ დაიჭირა, რაც მგონია რომ თქვენ გამოთქვით და აი რისი თქმაც გინდოდათ. ანუ პირიქით ძალიან პირდაპირ მიიღო. ხო, პირდაპირ, ხო, აბსოლუტურად პირდაპირ მიიღო და ძალიან ეროვნულ რაღაცა რო ქართველ, ანუ ვაფშე სხვაგან წაიყვანეს. ეხლა რა მაინტერესებს იცი რომ ეს გამოიყენე?
თუ პირიქით, ანუ გაგიწყდათ, რომ ანუ ვაფშე სხვა რაღაც გვინდოდა და ნუ მე ვერ ვიპოვი მუსიკოს, რომლის სიმღერაც ხდება ჰიტი და თვითონ არის ნაწყენი ამ ფაქტის შესახებ. რაც არ უნდა იყოს რა, ესე ვიფიქრე და გამიხიტდა და ყველანაირად გაშიჭდა. ხო, მაგრამ მე მაგითი რომ აი უკვე რომ სულ ეგარი მოთხოვნადი, აი თქვათ რაღაცა ის გაქრა რომ აი მაგას რომ ითხოვენ რომ აი ეს ანუ მანდ არ გეწყება რომ ანუ ნუ დამეწყო და დამიმთავრდა კიდევაც რა. იმდენი დრო გავიდა. იმდენი დრო გავიდა, ეს იყო 2013. რა სიმღერაზე არის ლაპარაკი დავა კონკრეტულად რომ ყველა მიხვდა. სამშობლოზეა საუბარი. ეს იყო 2013 და ერთი რაღაცა გრჩება რა და რაც დაიკარგა. მგონია რომ ამ სიმღერას აქვს რაღაცა მელოდია. კი. რომელიც არის სინამდვილეში ეგ არის. ანუ ქართული. ხო, აი რაღაცნაირი რა, სადაც მე ჩემს მეგობრებთან ერთად და ჯგუფ ყველაზე შემიძლია ორი სიტყვით მოვყვერო როგორ შეიქმნა რატორანაირად რომ ჩვენ ვიყავით მივიწყებული მუსიკოსები, რომელსაც ყავდა მაქსიმუმ 200 მსმენელი, რაღაცა ზურგი, რომელიც მარტო დიდხანს გელოდი იცოდნენ დანარჩენი არ იცოდნენ. ეხა კი ხავს განაცვალე აფსებ. მარტო დიდხანს გელოდიზე მირეკავდნენ რომ მაქსიმუმ ღეროს ვერით და მე მეუბნები რომ 45 წუთი არა. ცოტა ნაკლები და ის დანარჩენი და ბევრზე უარიც გვითქვამს, იმიტომ რომ რას ლაპარაკობთ ამ რას. პორნო პოეზია, ზურგი, ნუ არა მაშინ მგონი არ იყო, ნუ რაღაცას ცდილობდით, იყო. იყო, კი. და აი ეს ყველას რაღაცა ეს ვერ მოხერხება ამ პოპულარობის მოხვეჭვის. და ეხლა ნიჭიერი ხარ შვილო როდემდე ეხლა არ ვარ ესე იგი ხო და მე შევიკრიბეთაც არა აი ეხლა ჩვენ ხო არის მეორე დღეა რაც ერთმანეთს ვიცნობთ ხო ეხლა ჩვენ რო ავდგეთ არა მაშინ რო ამდგარიყავით და რო წავსულიყავით და რო შეგვექმნა დაგვეწერა სიმღერა რომელიც მე და ორ კვირაში დაგვეწერა სამშობლო რა აი ეგეთი რაღაც მოხდა არ ვიცნობდით ერთმანეთს მაგრამ ის მთავარი ხო მაგრამ იდეა იყო საერთო ხო საერთო იდეა გქონდა რომ რა არის ამ ქვეყანაში პოპულარული როგორ შეიძლება გავხდეთ ხო აი ნახე სმენელის სკოლა რა იმ ინგლისურ სიმღერებს არ უსმენენ იმდენი ხალხი არ უსმენს რაღაცა ვერ ხარ რა ისე რა გინდა რომ მეტმა მოგისმინოს მე კრინჯის ზღვა უნდა გაიარო მე ხელი ჩავჭიდეთ მაგრად ერთმანეთს და ერთად გავიარეთ რა ეს ყველაფერი და პირიქით ანუ შარშან იყო ის მომენტი როდესაც საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მოუგო პორტუგალიის ნაკრებს და გასახდელში ჩართეს ეგ სიმღერა და მე და სიბავ წერდით მაგდროს ერთმანეთს რომ ამაზე მაგარი რა შეიძლება რომ მოხდეს. კი ბატონო. ხო, ანუ სინამდვილეში სხვა დარტვირთვა მიიღო მე საბოლოო ჯამში. და ან დადებითი და ძალიან კაი. დადებითი მიიღო და აი თვითონ ის მელოდია, სიმღერა როგორი აწყობილიც არის. აი მოდულაცია ხდება რაღაცა. აი ცოტა სასაცილო, ცოტა რაღაც აი მაინც რაღაცას გიღვიძებს მგონია რა. ანუ რაღაცა ქართული იდო თავი. რაღაცა და ის საბასთან მაგ ერთ თქო შენთვის მაგალითად აი პროექტებში პროექტში ხარ? არა. და აი რითი არჩევ? ურთიერთობებით, აი პროექტებს, აი სადაც უნდა იყოს. გააქვს თქვა სოლო პროექტი, ხარ ზურასთან ერთად თქვა სიტყვას და აი რითი არჩევ? პირადი ურთიერთობებით რომ მაიტა დაუკრათ, თუ აი ის ტიპი კარგად მღერის და იქნებ იმას მე დავე კონტაქტო. ხო, ანუ აი რაღაცა. ხო, მე დავე კონტაქტო იქნებ მინდა შენთან ერთად რამე გავაკეთო, ანუ ეგეთ რაღაცა. პირველ რიგში მუსიკალურად უნდა მომწონდეს, იმიტომ რომ კაი ტიპია. რანაირად უნდა შეიძლება ხო, კაი ტიპობის გამო არ ვიცი. ანუ მე რო ზურა გავიცანი და ერთად მე დავიწყეთ კონცერტების გაკეთება და რაღაცების ეგ იმიტომ მოხდა რომ მუსიკა მომწონდა სულ თავდაპირველად და მე რო გავიცანი მე გამიჩნდა იმის აზრი რომ ხო მოგეწონა და მე უკვე რაღაცნაირად ხო ანუ მაინც ნიშნულოვანი ანუ ვიმღერებ თუ არა მაგაში ის არის რა მუსიკა როგორი იქნება რა კაი ვინმე არის ქართველი არტისტი ან მუსიკოსი ვისთანაც გექნებოდა კოლაბორაცია შენც
ორივე. აი ვინ არის რა ყველაზე ისეთი ავტორიტეტი? ზურა მითხრა ჩაწერამდე დაასახელა. მე დავასახელებ საბას ველოდები. აი შენ თვითონამდე სანამ თუ გაქვს პასუხი, შენ თქვი და მეც მომაფიქრე. ხო, აი რაღაც, აი ხო ხტები რა, საბა რომ აი ისეთი იმასთან ერთად გავაკეთებდი რაღაცას. თუნდაც ერთ მინი ტრეკს. ბადურაშვილი. სოგინდა. სოფოტო რო შეიძლება. კი ბატონო, კაი. ეს მაგის ჩაწყობა მარტივია. მაგრამ ნუ თან მართლა ახლა გულწრფელად რა. უცბელად მაშინ. და ნინი ბადურაშვილი. არა. კაი, ზურა შენ თქვი და განვავრცოთ ეგეთი. აი სიმღერის ჩაწერა ცოტა ისეთი რაღაცა. ხო, არა, კაი, გავეშვათ, აი შენთვის ავტორიტეტი. ავტორიტეტი არის. რომელმაც შეიძლება აი ზეგავლენა მოახდინა? აი თუნდაც უნებიერი. ხო, აი უამრავ ადამიანს ჩამოთვლით. ვინ? დათო ბორჩხიძე ვახსენეთ. მართლა? მართლა? ხო, ნუ დათოს სახეს. შექმნილი აქ ასეთანკო და მე და ჩემთან და თავდით და თელი ეპოქა აქ შექმნილი ადამიანს და ეხა მაგაზე კიდე ეგ არის უბრალოდ ან მოწესრიგოს იმპაქტი. ყველა ჟანრის ქართველ მუსიკოს გამოყენებული აქვს დათოს შემოქმედება. ყველას. ანუ ახალგაზრდებიდან, ანუ ახალი თაობიდან დაწყებული რა, ყველა მიმღერა დათოს. მაგ ფაქტს ვერ გავექცევით რომ ეპოქა შექმნა და ეხა მოგწონს არ მოგწონს. სხვა ამბავია. ყველას მოგწონდა გიჟივით რაღაც პერიოდი და კონცერტებზე დავიწყე. მე ზუმბასთან მეკნებოდა რა, მაგრამ ევასება ზუმბა. კი ბატონო. ხო, შენ ერთი. ესე იგი დათო ბორჩხიძე ანუ ეს სახის კლასიკები ალბათ ყველაზე მეტი მართლა დიდხანს გელოდია, ალბათ ყველაზე მეტჯერ დაკავერებული ქართულ სიმღერებს შორის თანამედროვე შედარებით თანამედროვე სიმღერები. ხო და ალბათ ირაკლი ჩარკვიანის კი, ხო. ხო, ნუ რაღაც აი ავტორა უფლებებს და რაღაცებს რო არ შევეხოთ, ანუ ძალიან არის რა ირაკლი სულ კულტი იყო უკვე და ესე. და შენ მითხარი რა და მე რაში ვეთანხმები რომ ნიას დიასამიძე არის ადამიანი რომელმაც ქართულ რეალობაში შექმნა ჟანრი ხატება ანუ ჟანრი შექმნა რომელსაც მე გაყვა ძალიან ბევრი ახლა თუდად კარგად თუ რაღაც ანუ მან დაბადა მიმდინარეობა ახალი მიმდინარეობა ქართულ რეალობაში და ადამიანი არის რომელიც ექსპერიმენტებს აკეთებს დღემდე თუნდაც ის ჭუნირით და ხო და ზურამ დაასახელა ეს ადამიანი. ხო. ეგეთი სცენაზე არავინ არ არის. არავინ არ არის მართლა. ამდენი საოცარი სიმღერა არავის არ აქვს. ამდენი ხანი არავინ არ არის. ასე არავის არ უყვარს ქართული ამბანი, ქართული საკრავები. ხო რა. ეროვნული რა. შექმნა ნიაზმა კი ბატონო. ეროვნულს და ქართულს რაც შეეხება. ნუ ბოლომდე არ შეეხება, მაგრამ ვილაპარაკეთ ჩვენ მაგაზე. ბზურა ჯავახია ხდება 40 წლის. ხო? საოცარია, იდეალური. ერთხელ ხდება ცხოვრებაში. ამასობაში, ნუ 20 წელი გაქვს მიძღვნილი შენი ცხოვრების ნახევარი გაქვს მიძღვნილი მუსიკის. აი ეგრე გამოდის, ხო? ხო არის? ეგრე გამოდის. ყოველ წელს შენ ხვდები ახალ თაობას, რომელიც პირველად ისმენს ხო, ჯგუფს. პირველად ისმენს ჯგუფს არა გოდიში რა ჩავერთობი რა 2 დღე ხო აქ ვართ ხო გადაღებამდე და რამოდენიმე ანუ 1-2 შემთხვევა იყო რა ესე რაღაცა საუბრის ეს რომ ვალაგებდით ხო რა ეხა როგორ გადავიღოთ რაღაცა ორჯერ შეხვდა ახალგაზრდა მუსიკოსი ზურას რომ აუ ზურა თქვენი რაღაც ლაივზე ვიყავით და რა მაგარია დიდი მადლობა და მეც დრამერი ვარ და აი რაღაც ძალიან მესიამოვნა რა ანუ ახალგაზრდებისთვის ზურა არის ხო აი კი ბატონო მაგას ვიძახი ზუსტად რომ ყოველ წელს ახალი თაობა თინეიჯერების პირველად ისმენს ზურას და პირველად ისმენს საკალამრა დაუკრავ თქვათ ხო და ახალი აღმოჩენაა მაგათვის და რამდენად მნიშვნელოვანია ეგ შენთვის აი 20 წელი გავიდა და რამდენად ფიქრობ მაგაზე რომ აი 20 წელიწადში მე რო 60-ის ვიქნები რამდენად ვემახსოვრები ადამიანებს არ ვფიქრობ არ მინდა მიჯერებს მაგრამ მართლა არ ვფიქრობ და გულწრფელ ჯერა მე მჯერა მაგით გეკითხები რომ ერთის პასუხის მისაღებია მაგაზეც არ მიფიქრე აი რას ეთქვი მაშინ მაგრამ აი რას ეთქვი ახალგაზრდა თაობა ხო რა ვინც აი შენ ესე რა უზურა რა მაგარი იყო და მეც დრამერი ვარ გუშინ ლაივზე იკითხა ზურამ სცენიდან რომ ხელი აწია თუ ვინ ხართ პირველადო ჩვენ ლაივზეო და
აი 95%-მა ხო და აი რა გზნობაა რომ ეგეთი წვანად მწვანე ხარ. არ ვიცი. თუ არ ნუ პრინციპში თუ არ გიფიქრია მაგაზე საოცარი არა მიფიქრია იმაზე რომ როგორ შეიძლება რომ სულ რაღაცა რაოდენობა ხალხი მოდიოდეს და კონცერტის შემდეგ ფოტოს გთხოვდეს რაღაცა სიმღერებს ღეროდნენ შეიძლება მაგრამ ცოდვა გამხელების ჯობს ზუსტად იმიტომ რომ აი ამ სტუდიაში ვცადეთ რაღაც სესიები, ზოგი home სტუდიოში, ზოგი იქ სიმღერები, რომლებიც უნდა გამოგვეშვა აქამდე. არ არსებობს რა ფიზიკურად, ანუ არ დევს ონლაინში და ხო და აი ახლა აი აქ ნახე შევთანხმდეთ, რომ ჩვენ თუ მოგვეცემა იმის საშუალება, რომ ეს ამბავი გავაგრძელოთ. კი ბატონო. კარიერი ღია და შენს ახალ სიმღერებს სრული შემადგენლობით უკვე კარგი ხარისხით, კარგი ვიდეოთი. დიდი სიამოვნებით. აი რაც თაროზე შემოდეთ, გადმოდეთ. აუცილებლად გადმოდეთ. შევთანხმდეთ ამაზე. კი ბატონო. და დავასრულოთ იმაზე ახალ თაობებზე. აი გარი ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის. იმიტომ რომ არც ჩვენ აღარ ვართ პატარები და დიდი ხანია მუსიკალურ სფეროში ვართ თუნდაც სცენაზე და თუნდაც სცენის მიღმა. ხო და აი მე და შენ არ დაგვიმთავრებია მუსიკალური სასწავლებელი. არც აბას. არც შენ. რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის რომ არ იყვნენ თვითნასწავლე. ხა მე ვთქვათ და ჩვენ გამოგვივიდა რაღაცა ცხოვრებაში, ხო? მაგრამ ჩვენით ვიდეოებით რაღაცა ვისწავლეთ. მე და შენ რომ ვიყავით უნივერსიტეტში, არ იყო ის რაც ჩვენ გვინდოდა იმ უნივერსიტეტში. არც ჩემთან, ანუ მე დავამთავრე სახელმწიფო კონსერვატორია, მაგრამ ეს ან საერთოდ არ ემსახურებოდა, ვთქვათ, იმას, რაც მე სინამდვილეში მინდოდა. ანუ ის კი არა, რომ ვთქვათ, იქ მუსიკა არ დამხვდა. მუსიკა დამხვდა, ძალიან დიდი რაღაც მომცა, რა თქმა უნდა, კლასიკურმა განათლებამ, მაგრამ სინამდვილეში მე რაც მინდოდა რა, ეს რაღაცა საერთოდ სხვა რაღაც თანამედროვე პროდიუსინგი არ პოპსტარობაც არა, აი ნახე რაღაც სხვა ხაზი. ანუ თანამედროვე სასწავლებელი და არა კლასიკური რომელიც კი თავისას კი არა ძალიან დიდ რაღაცას აკეთებს, მაგრამ ჩემი არ იყო რა. მიუხედავად იმისა, რომ ხო, ნუ მე ვისწავლე. ხო და აი ამ ახალგაზრდებს ეხლა ბევრად დიდი საშუალება არის რა. ნუ ხო, მაგრამ აი მაგალითად რა. არა, ეხლა უკვე ონლაინ ბევრად უფრო მარტივია რომ ისწავლო რაღაცა. ხო, მაგრამ არ ვიცი ვთქვათ ენა. სამერე? ნუ, კაი. აი ამ ახალგაზრდებს რა იყოს მათი მიზანი, რა იყოს ანუ ზურა ჯავახიამ რომ ისწავლა თავისით და ნიკამ და საბამ რომ თავისით ისწავლოს, მეც ჩემით უნდა ვისწავლო? თუ აი შენი რჩევა რა იქნება ახალი თაობისთვის, რომელიც აპირებს რომ მუსიკოსი გახდეს. ამ ქვეყანაში და ჩვენ რეალობაში, სადაც ყოველდღე გიწევს გადარჩენისთვის ბრძოლა. ანუ ის კი არა რომ შენ ანუ იბრძვი რა სულ მით უმეტეს მუსიკოსები და მით უმეტეს ხელოვნების წარმომადგენელი ადამიანები. შეეშვით მუსიკას. ნუ აი ვერ ხო ვერ ხელოვანია, ვერ არ არსებობს. ვერ შეეშვით რაღაცა შეკჭამს და რაღაცას სადღაც გაასწავლეს მე. ისწავლეთ რთულია იყო მუსიკოსი და იყო კარგად, მაგრამ გამოდის მაინც. რაღაცას დავამატებ, რთულია ყველაფერი ხო? კი. და თუ არ ჩაუჯექი, აი ფანობაცაც რთული რომ ჩემ ცხოვრებაში თუნდაც დათო ფორჩხიზის, თუნდაც ნიაზის, თუნდაც ბაკურის, ირაკლი ჩარკვიანის ფანი ვიყავი რა. და მე არც მწხვენია და პირიქით. გონია რომ ძალიან მაგარია. როდესაც რაღაცა გიყვარს, ის ახლა შეიძლება იმას თავისი გაჭირება აქვს, მაგრამ შენ რაღაცა წარმოგიდგენია რომ ის ადამიანი სხვანაირია, როგორ მოიფიქრა ეს ხო? სიმღერა ჩაწერა, ჯერ კიდე როდის შევიდა სტუდიაში რაღაცა იწვალა. ჯერ როდიოჰედი არ მოგისმენია და გიკვირს რა. ხო. ბადლობა, საბა. და აი ამ ფანობასაც დავუმატებდი, ანუ არ დაუჯეროთ არავის ვინ რაღაცებს რომ გეტყვიან რომ რატომ ღერი ხარ ამაზე, რატო შვები იმას. კი ბატონო. კარგად იყავით, თქო ეს და მიიყევით თქვენ გზას. ხო რა, მიიყევით ბოლომდე და არავინ ვისაც რამე გაუკეთებია არ შეჩერებულა რა.
კი ბატონო. და ძალიან ბევრი წინააღმდეგობის მიუხედავად მაინც ბოლომდე მიუყვანია საქმე. კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა. ამჯერად ჩვენივრად შედგა მე მგონი შემდეგ შეხვედრამდე. შემდეგ შეხვედრა. მადლობა რომ ძალიან დიდი მადლობა. აი აქ დამსვით და არაფერი არ მკითხეთ და ძალიან დიდი მადლობა. ჯერ ახალი ძალიან მომეწონა. კიდე დამიძახით ხოლმე. კი ბატონო. მოვა. შეხვედრამდე. შეხვედრა. კარგად. საოცრად. ძალიან მალე გავიდა.